ინტელექტუალური კონკურსის სახელწოდებით ჩვენ ვსწავლობთ ბიბლიას დასრულდა. ფინალური ეტაპი და გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონია საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა. ღონისძიებას უძღვებოდნენ ჭყონდიდელი მიტროპოლიტი სტეფანე და გელათის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, საპატრიარქოს ახალგაზრდული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე დეკანოზი ბიძინა გუნია. კონკურსი სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ლოცვა კურთხევით ჩატარდა. მასში საქართველოს ტერიტორიაზე არსებული საჯარო სკოლის და სასულიერო გიმნაზიის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. პირველ ადგილზე გასული გუნდი ისრაელში გაემგზავრება, მეორე და მესამე ადგილის მფლობელები ტაო კლარჯეთს მოილოცავენ, დანარჩენი ფინალისტები კი საქართველოს ერთ-ერთ ეპარქიას ეწევიან. შეგახსენებთ, რომ ინტელექტუალური კონკურსი ჩვენ ვსწავლობთ ბიბლიას სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ლოცვა კურთხევითა და საქართველოს საპატრიარქოს ახალგაზრდული ცენტრის ორგანიზებით უკვე 16 წელია ტარდება. დღეს გახლავთ ფინალი კონკურსისა ჩვენ ვსწავლობთ ბიბლიას, რომელსაც ერთობ დიდი გამოხმაურება აქვს ახალგაზრდობაში, სკოლებს გულისხმობ და აი ფინალში უფროსებიდან 7 სკოლა წარმოდგენილი, უფროს კლასელებიდან, უმცროსიდან 4 სკოლა, თუმცა ამას წინ უძღოდა მთელი რიგი ეტაპები, სადაც გამოირჩნენ გამარჯვებულები და მთავარი არსი გახლავთ, რომ ახალგაზრდები სწავლობენ ბიბლიას. და ამას აქვს თავისი მნიშვნელობა ის, რომ მოვლენები, რომელიც ვითარდება ჩვენს ქვეყანაში, მსოფლიოში და ასე შემდეგ და პროცესები ჩვენ შეგვეძლოს აღქმა სულიერი აღქმა მოვლენების. მე მახსოვს ერთ-ერთ ეპისტოლეში მისი უწმინდესობა და უნიტარესობა ელემენტური ბრძანებდა, ჩვენ უნდა ვასწავლოთ ადამიანებს მოვლენების სულიერი აღქმა და ეს ვერ მოხდება თუ ბიბლიას არ დაეწაფები. და რაოდენ სასიხარულო, როდესაც ახალგაზრდები, სკოლის მოსწავლეები ასე წარმატებით და დიდი ხალისით ეუფლებიან ამ სიბრძნეს, ორი აღთქმის სიბრძნეს, ძველი და ახალი აღთქმის სიბრძნეს, აი ჩვენ მომსწრენი გავხდებით ამ დიდი სიხარულის. ჩვენ უკვე რამდენიმე წელია ვიღებთ მონაწილეობას და დიდი ისტორია გაგვაჩნია ამ კონკურსთან დაკავშირებით და ჩვენ სწავლობთ ბიბლიას ზოგადად არის კონკურსი სიხარული და ბედნიერები და გამოცდილებით დატვირთული და დახუნწული და ყველა ბავშვი ფიქრობ, რომ ბედნიერი და იღბლიანია, ვისაც ბიბლიასთან აქვს ურთიერთობა. მესამე წელია რაც მონაწილეობა ამ კონკურსში, რომელსაც ხელმძღვანელობს საპატრიარქოს ახალგაზრდული ცენტრი. საკმაოდ მნიშვნელოვანი პროექტია ახალგაზრდებისთვის, წმინდა წერილთან დაახლოებისთვის